დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დიახ, ვიტყოდი, რომ მართლაც მამაჩემის და სხვა გმირების ის გმირობა, რაც 2008 წლის ომში მოხდა და შეეწირნენ ქვეყანას, მართლაც ვფიქრობ, რომ გაგრძელდება და კიდევ მომავალ თაობებსაც ემახსოვრებათ. კი ბატონო, რა შეგიძლია მარიამ გითხრა მამასთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ყოველთვის, მაგრამ განსაკუთრებით ამ დღეს ვისაუბროთ ამ ადამიანებზე. მე ჩამოვთვალე ყველა მათგანის სახელი და გვარი, ეს ჩვენ ხშირად უნდა ვიმეოროთ და ასევე შევახსენოთ მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს ყველას ის თუ რა გმირობის მაგალითი გასწიეს მათ. გითხარით უფრო მეტი მამა თქვენზე, შესაძლოა გარკვეულმა ნაწილმა მაყურებლის არ იცოდეს ბევრი ამის შესახებ და მოდი გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ დღეს 11 აგვისტოს შინდისის გმირების დღეს მოუყვეთ უფრო მეტი საზოგადოებას მათ შესახებ. ამ შემთხვევაში კონკრეტულად მამა თქვენის ემზარ წილოსანის შესახებ. მე რაც ვიცი, ყველაფერი ვიცი გადმოცემით, რადგან 20 დღის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა და აი გადმოცემითაც ვიცი, რომ მამაჩემს მხოლოდ ამ ომში ამ გმირობით არ დარჩენია ეს კარგი სახელი და ღირსეული სახელი, ის თავის რაიონშიც და ისე ადამიანობითაც ძალიან კარგი ადამიანი იყო, ყველა ამას მეუბნება და ამბობენ, რომ ძალიან კეთილი იყო და ღირსეული ადამიანი და მან ამ ომის გარეთაც რაიონშიც თავისი სახელი და თავისი კარგი ქმედებებით და სიკეთეებით დატოვა დიდი სახელი. ეს ვიცი გადმოცემით, მხოლოდ ისე ჩემით მახსოვრობით არაფერი არ მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი. კი ბატონო, მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ახლა მარიამ წილოსანს ველაპარაკებით, ეს არის შინდისის გმირის ემზარ წილოსანის შვილი. მარიამ, გადავხედეთ თქვენს აქტიურობას, თქვენ ასევე გამოირჩევით სამოქალაქო პოზიციით, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებითაც, ასევე ნახე, რომ თქვენ გამოქვეყნებული გაქვთ მამისადმი მონატრების წერილი. თუ შეგიძლიათ ამ საკითხზეც რომ გითხრათ უფრო მეტი და რა იყო ამ შემთხვევაში თქვენი შთაგონების წყარო, რამაც თქვენ ეს დაგაწერინათ და რაზე აკეთებდით აქცენტს და ვთქვათ აი ამ 18 წლის შემდეგ რა შეგიძლიათ მიამატოთ იმ ფრაზებს, რომელიც თქვენ მამის მონატრებას მიუძღვენით? პირადად ჩემთვის ალბათ ამ რაც დრო გადის, ეს ტკივილი მით უფრო მძიმდება, რადგან ასაპირო მემატება ჯერა 18 წლის ვარ, მაგრამ უფრო ვხვდები და ვაანალიზებ თუ როგორი გმირი იყო მამაჩემი და ვაანალიზებ იმასაც, რომ მისი სახელის დავიწყება არ შეიძლება და მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ როგორც შემიძლია, თუნდაც აი პოსტებით გამოვხატო ჩემი ემოციები და ის აზრი თუ რას ვფიქრობ და სხვასაც რომ გავაგებინო, რომ გმირის სახელების დავიწყება არ შეიძლება და სულ რომ უნდა ვახსენოთ. კი ბატონო და ასევე ამასთან ერთად რა არის მარიამ თქვენი სათქმელი საზოგადოებისადმი, როგორც წესი გამორჩეული ოჯახები რაღაც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არიან ხოლმე, ხო? მათი პოზიციონირება ამა თუ იმ საკითხზე, დამოკიდებულება ამა თუ იმ ფაქტის მიმართ, ჩვენ ვიცით რომ თქვენი ოჯახი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად თქვათ აფასებდა ამა თუ იმ ფაქტს. რა შეგიძლიათ თქვათ თავად თქვენ არსებულ სურათზე და პირველ რიგში იმ საკითხზე, რაც თქვენ ახსენეთ, რომ დავიწყება გმირების არ უნდა მოხდეს და ამასთან დაკავშირებით ყველამ რაღაც თავისი წილი აქტიურობა უნდა აჩვენოს, ხო?
კი, აი მაგალითად აი ბოლო პერიოდში რასაც ხედავ, აი ეს რაღაც განცხადებები თუნდაც კობახიძის და რაღაცეების, ამასთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ აი თუნდაც მამაჩემი და ის სხვა გმირები რაღაც პოლიტიკური განცხადებების გამო არ დაღუპულან და პოლიტიკური განცხადებების გამო არ იბრძოდნენ. ისინი იბრძოდნენ ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალისთვის, რომ დღეს ჩვენ ახლა აქ რომ დგავართ და ყველანი ვართ ასე ვთქვათ ცოცხლები, მამაჩემის და იმ გმირების დამსახურება არის და ნამდვილად მათი სახელების დავიწყება არ შეიძლება. კი ბატონო, გითხარით თქვენს ოჯახზე, მარიამ, აი ბოლოს კითხვას დაგისვამთ, როგორ ცხოვრობთ, რა არის თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, რა საქმიანობთ, თუ არ ვცდები ოჯახის რამ წევრი ემიგრაციაშიც არის, აი რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ, როგორ ცხოვრობს დღეს შინდისის გმირის ემზარ-წილოსანის ოჯახი? კი, დედაჩემიც ემიგრაციაში არის, ბებია ჩემიც, ოჯახის ყველა წევრი თითქმის, მე და ჩემი ძმა ვართ სოფელში და რა ვიცი, აბიტურიენტი ვარ, უკვე სტუდენტი. და ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ასეთი არის, რომ აქამდე მასწავლებლებთან სიარული, ჩემი ძმაც მაქსიმალურად გვერდში მიდგას და ესე ვცდილობთ, რომ რადგან მარტოები ვართ, ასე ვთქვათ, ერთმანეთი შევავსოთ და ისე ვიყოთ, რომ აი ეს თუნდაც დედის და ბებიის სითბო ტელეფონით მაინც გადმოცეთ და ბებიაც და დედაც სულ ტელეფონით კომუნიკაციაში არიან ჩვენთან. თითქმის 24/7-ზე სულ ვსაუბრობთ. კი ბატონო, ანუ დედა ემიგრაციაშია. ეს ფიქრობ საუკეთესოდ აღწერს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ დამაფიქრებელი უნდა იყოს ყველასთვის იმ ნაწილში, როდესაც თქვათ აღწერს სირთულეს, ხო, მოქალაქეების თქვათ ყოფის. ემზარ-წილოსანის მეუღლე, მისი დედა ემიგრაციაშია და მისი შვილები ცხოვრობენ აქ საქართველოში. დიდი მადლობა, მარიამ. დაგემშვიდობები, წარმატებას გისურვებ და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ თქვენს ოჯახს. მადლობა ყველაფრისთვის. მარიამ წილოსანი